სალამი მეგობრებო, ჩვენი მორიგი ვიდეო საუბარი. სულ უფრო ღრმად და ღრმად შევდივართ ჩვენ პრობლემაში. ანუ პრაქტიკული ნაწილია, მაგრამ ხშირად გვიწევს ჩვენ თეორიული ნაწილის გახსენება. სადაც იყო სისტემური მიდგომა და ცოდნა, რითიც ვსარგებლობდით აი ამ თეორიულ ნაწილში. რითი დავასრულეთ წინა ვიდეო საუბარი. წარმოვიდგინეთ საკუთარი მეხსიერება, როგორც სარკე, რომელშიც უნდა ჩავიხედოთ და დავინახოთ რა გვაქვს ჩვენს მეხსიერებაში. ანუ ამ შეხვედრების შედეგად რა ცოდნა მივიღეთ და შეგვიძლია თუ არა ამ ცოდნით ვისარგებლოთ აი ამ პრაქტიკულ ნაწილში. ცნობიერება დიალოგის უნარი საკუთარ თავთან. აი ასეთნაირად დავსვით ამოცანა, ანუ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხები. გაირკვევა, რამდენად ვართ ჩვენ მომზადებულები, როგორია ჩვენი ეგრეთ წოდებული ინტელექტუალური ბაგაჟი და შეგვიძლია თუ არა სხვადასხვა სირთულის ამოცანებს მოვკიდოთ ხელი. ბევრი რაღაცა დაგვიგროვდა ჩვენ პრაქტიკული, თეორიული, ზოგადი წარმოდგენები და რაც მთავარია, წარმოდგენა ადამიანზე როგორც ფსიქოლოგიურ ობიექტზე. საწყისებზეც იყო საუბარი. ანუ დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რა გავიგეთ, რა მასალა გვაქვს და შეგვიძლია თუ არა ამით ვისარგებლოთ. თვით გამოცდა. შეგვიძლია პასუხი იყოს ძალიან რთული და შეიძლება ისეთნაირად მოხდეს, რომ ადამიანმა ვერ გაიხსენოს. ანუ ან ვერ იმუშავა ამ საკითხებზე, ან ჩამოშორდა, დააგვიანდა და შეიძლება აი ესეთი შეკითხვები და საკუთარ თავთან საუბარი იყოს საკმაოდ რთული და პრაქტიკულად ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს შეუძლებელი. გრძნობთ, რომ არაფერი არ მახსენდება, რაზე იყოს საუბარი, თავიდან დავიწყო, კიდევ ერთხელ გადავხედო, მეზარება. გეტყვით ერთ რაღაცას, რომ აი ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ფიქრს ვიწყებთ, ხო? ყოველთვის ხდება ენერგიის, გარკვეული ენერგიის მოხმარება. ანუ ჩვენი ტვინი ენერგიას მოითხოვს და მთელი ჩვენი ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსის, როდესაც არაფერზე არ ფიქრობთ, მოიხმარება 15%. როდესაც ვიწყებთ ფიქრს, მაშინ ჩვენ გვჭირდება 25%-მდე ენერგიის. ეს გადახურვაა და თვითონ ორგანიზმს გააჩნია მექანიზმები. ეს შიდა მოწყობილობა ხშირად ჩვენ ვკარნახობს, რომ დაანებე თავი, არ გინდა შენი ტვინის გადატვირთვა. საკმაოდ რთული მექანიზმებია დაცვის. თუ ისწავლეთ, თუ იმდენად ხართ ინტელექტუალურად განვითარებული, რომ შეგიძლიათ თქვენ რთული ამოცანები გადაწყვიტოთ, დაგილაგდათ ყველაფერი მეხსიერებაში, ნაკლები ენერგიის ხარჯვით, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია. თუ გადადგით ეს ნაბიჯები, თუ თანდათან ვითარდებოდით, გილაგდებოდათ მეხსიერებაში ყველაფერი, მაშინ ენერგიის მოხმარება ჩვეულებრივად მიმდინარეობს. აი ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო ჩვენი ქცევის და ჩვენი ბიოლოგიური მოწყობილობის ერთ-ერთი კიდევ დაბრკოლება. ანუ შიგნით ჩვენ გვაქვს გარკვეული სისტემა, რომელიც ამას არეგულირებს. აი წარმოიდგინეთ, რომ ამ შემთხვევაში თუ თქვენ ჩამორჩით და თუ ეს დიალოგი საკუთარ თავთან არ არის გამართული ისე, როგორც საჭიროა, თუ არ მომყევით, მაშინ გარკვეული პრობლემა შეგექმნებათ. რა შეიძლება მოხდეს აი ამ შემთხვევაში? წარმოიდგინეთ, რომ აი ჩვენი საუბრი და საერთოდ ჩვენი საქმიანობი ჩვენ პროექტში თითოეული თქვენთაგანი, თითოეული მონაწილე გარკვეული არჩევანის წინაშე დგება. თუ ჩამორჩა, თუ ეგონა, რომ ეს ყველაფერი არის გართობა, მაშინ ტვინი აუდუღდება, ასე ვთქვათ და ჩნდება აი ასეთი ალტერნატივა, რომელიც აი დღეს ფართოდ არის, უკვე რამდენიმე თვეა, თითქმის 9 წელიწადია, რაც აქტიურად არის შემოსული, დავაზობენ ისარგებლეთ ხელოვნური ინტელექტით. ხელოვნურ ინტელექტს შეიძლება დაუსვათ მარტივი შეკითხვები, პასუხი მაშინათვე გექნებათ. ანუ ამ შემთხვევაში ენერგიის ხარჯვა არის მინიმალური, მაგრამ ეს თქვენი გადაწყვეტილება არ არის. ეს არის იმ მოდელის შედეგი, პასუხები თქვენ შეკითხვებზე, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა თქვენთან ურთიერთობაში. რამდენი ხანის ხართ თქვენ საზოგადოებრივ
ქსელებში, სარგებლობთ ინტერნეტი და ასე შემდეგ, მიმდინარეობს თქვენზე დაკვირვება, ანუ თქვენი მოდელები, ჩემი მოდელიც არის შექმნილი და მე ვიცი როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, ვიცი რა ალგორითმებით არის ეს ყველაფერი ორგანიზებული და უზრუნველყოფილი. შემიძლია საკუთარი თავი დავიცვა, რასაც მე ვფიქრობ და ვაზროვნებ და ინტელექტუალურ სამუშაოს ვახორციელებ, დიდი ხანია ვისწავლე ენერგიის დაზოგვა, ორგანიზებული მაქვს ყველაფერი ჩემ თავში, კარგად ენერგიის მინიმალური დანახარჯებით შემიძლია რთული ინტელექტუალური სამუშაო ვაწარმოო და მინდა რომ თქვენც გასწავლოთ ამის გამოყენება. ანუ აი ესეთი არჩევანის წინაშე დგებით. ინტელექტუალური ურთიერთობა ამ შემთხვევაში ძალიან მსგავსია ჩვენი ურთიერთობა. გამოდის რომ მეც გიკავშირდებით ელექტრონული საშუალებებით, თქვენ მე მხედავთ ეკრანზე და ხელოვნური ინტელექტიც. ანუ ერთნაირად ვართ წარმოდგენილები. მაგრამ შეგიძლიათ აი ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, ვიდეო საუბარი გავმართოთ, გამომცადოთ ვარ თუ არა მე ხელოვნური ქმნილება და არწმუნდეთ ამაში, რომ ჩემი ინტელექტი დამიჯერეთ, არაფრით არ ჩამოუვრდება, აი საწყის ეტაპზე მყოფ, განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ ხელოვნურ ინტელექტს. ანუ ვიცი როგორ არის ეს ყველაფერი მოწყობილი. ვიცი როგორ განვითარდა, საიდან გაჩნდა, ისევ შეგახსენებთ, რომ განწყობის ზოგად ფსიქოლოგიური თეორია, რომელიც შემუშავდა საქართველოში, საფუძვლად უდევს აი ამ ალგორითმებს. ეს ჯადოქრობა კი არ არის, ეს არის კარგად ცნობილი ალგორითმები. ანუ ადამიანი პროგრამირებადი და შესწავლის ობიექტია, შესწავლილია ეს ყველაფერი. კლასიფიცირებულია და ზუსტად ამ ალგორითმებით შეიძლება იყოს შექმნილი თქვენი და შექმნილია უკვე და ჩემიც შექმნილია გარკვეული მოდელი და ამ მოდელიდან გამომდინარე მათემატიკური ალგორითმებით ხდება თქვენი დაპროგრამება. თუ არ გაგაჩნიათ იმუნიტეტი, ასეთი რთული მდგომარეობა და ასეთი რთული ვითარება. არჩევანია გინდათ ისარგებლეთ ჩვენი პროექტით, მაშინ ცოტა ტვინის ბოდიში ამ სიტყვისთვის განძრევა დაგჭირდებათ, თუ არა და შეგიძლიათ ხელოვნურ ინტელექტით ისარგებლოთ. ეს სლაიდი უკვე გქონდა ჩვენ, თუ თქვენ გახდებით ახალგაზრდა მშობლები, ბებიები და პაპუები, ხელოვნური ინტელექტით მოსარგებლე ფსიქოლოგიური ობიექტები, მაშინ ხელოვნური ინტელექტი დაბინავდება თქვენს ოჯახში და მიიღებთ აი ამ შედეგს. ამას შევეხეთ და ეს განვიხილებთ. ანუ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბავშვები არიან, ასეთი რეალობა განვითარდება. მოდით ისევ გავიხსენოთ ეს სლაიდი, აკაუმატე ლორენცის დემონის მართვის მცდელობა. ანუ თუ აი ასეთი ვითარება გვაქვს, როგორც წინა სლაიდზე იყო, შესაძლებელია რომ ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, უთხრათ ადამიანს რომ ეს მხოლოდ დამხმარე საშუალება, ან შეგვიძლია ისეთნაირად გავაზვიადოთ ეს ყველაფერი, რომ ეს გახდება თქვენი რელიგიური კერპი. აქედან გამომდინარე, ისევ ლორენცი, ისევ ჩვენი ქვეცნობიერება, ისევ სამი აი წითლად არის ეს ისრები მონიშნული, ამაზე სარგებლობით, ამ ცოდნით სარგებლობით შეგვიძლია ჩვენ ან სიკეთე გავაკეთოთ, განვავითაროთ ჩვენი ცივილიზაცია, ან პირიქით შეიძლება იმ მექანიზმით, უპირატესობის მოპოვებით შევეცადოთ და განვახორციელოთ თქვენი დაპროგრამება, თქვენი დამონება. თქვენი მარტივ ინტელექტუალურ ობიექტებად მართვად და პროგრამირებად ინტელექტუალურ ობიექტებად ქცევა. არჩევანი თქვენზეა. იფიქრეთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ აი ამ მოდელებს, ნახეთ, ეს სლაიდიც იყო, მაგრამ აქ უკვე მე ჩავრთე მეორე ობიექტიც, ანუ თქვენ არჩევანის წინაშე დგეხართ. რომელს აირჩევთ ამ მოდელებიდან? ოჯახში თუ ბატონობს რომელიმე მოდელი, აქედან გამომდინარე ბავშვიც ბავშვობიდან იწყებს პროგრამირების ციკლის გავლას, რომ გახდეს ან ასეთი, ან
ისეთი. იფიქრეთ ამას, როდესაც წინა სლაიდს ნახავდით, იქ უკვე ორი ფერი იყო. მოხარული ვიქნები თუ ზოგიერთ პროექტის მონაწილეს გაახსენდება ლეგენდარული ფილმი მატრიცა, იქაც მთავარი გვირი არჩევანის წინაშე დგებოდა. ორი აბი იყო სხვადასხვა ფერის, ეს ფერებიც ემთხვევა, მაგრამ სხვა მეორე გმირი თავაზობდა მას წითელი აბის არჩევას იმისათვის, რომ ჩაყვინთოს აი ამ სიბოროტეში, დაინახოს ეს ყველაფერი, მაგრამ შეინარჩუნოს იმუნიტეტი და ისევ დაუბრუნდეს უკვე სხვა ფერს და შეეცადოს, რომ რაღაცა მაინც გარდაქმნას ცხოვრებაში. არ იცხოვროს ზღაპარში, არ იცხოვროს მატრიცაში, იყოს დამოუკიდებელი ადამიანი. შეგახსენებთ, ბავშვობიდან იწყება ეს ყველაფერი. ანუ არჩევანი, ანუ შემდეგი ჩვენი საუბარი დაიწყება უკვე ადამიანებთან, ვისაც ექნებათ ეს არჩევანი გაკეთებული. იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება. დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ არჩევანის სწორ გაკეთებაში. რთული იქნება, ჩვენ მოგვიწევს ჯერ წითელი აბით სარგებლობა, იმ ასე ვთქვათ, ბნელეთში იმ სირთულეების და პრობლემების დანახვა, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. ნახვამდის.